მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგანს. უღრმესი მადლობა იმისთვის, რომ გამოწერეთ ჩემი არხი, იმისთვის, რომ ლაიქებთ და კომენტარებთ. ვინც არ მიცნობთ, გაგეცნობით, მე ვარ კატო. მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი SMS-ი მქონდა პირად შეტყობინებაში, რომ ახალი ურთიერთობები დავიწყეთ, რაღაც ნაცნობობა არის და მსგავსი როგორ განვითარდება, რა არის, როგორ არის და იქნებ გააკეთეთ რამე ცოტა შეღავათიანი ფასით გაშლა პირად ურთიერთობაზე, რომ ცოტა მზად ვიყოთ ურთიერთობები საით და როგორ წავიყვანოთ და მოკლედ მინდა გითხრათ, რომ კი ბატონო, გავაკეთოთ ესეთი აქცია პირადი ურთიერთობების დიაგნოსტიკა. იქნება 1 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით მაქსიმალური ფასდაკლებით, ესე რა ვთქვათ. და ღირებულება იქნება სულ რაღაც 30 ლარი, ასე რომ იმ ადამიანებს, ვისაც გაინტერესებდათ რა მოლოდინები უნდა გქონდეთ ახალი ურთიერთობიდან, ან ყავს თუ არა ვინმე, ან საერთოდ რა არის და როგორ არის, შეგიძლიათ გააკეთოთ პირადი დიაგნოსტიკა კონკრეტულად თქვენთვის და ესე გაერკვიოთ ყველაფერში. ეხლა რაც შეეხება დღევანდელ გასვლას, არ ვიცი, ძალიან ბევრი SMS-ი მომდის ხოლმე წარსულ პარტნიორებთან მიმართებაში. სულ რაღაცა მინდა, რომ მიმდინარე ურთიერთობებზე ვისაუბრო ხოლმე რატომღაც, მაგრამ წარსულ პარტნიორთან მიმართებაში ძალიან დიდი ინტერესია. და მოდით ვნახოთ, ვინ მოვა სასაუბროთ, როგორ ცხოვრობს ახლა ამ ეტაპზე, რა ხდება მის ცხოვრებაში, ხო? რა არის, როგორ არის, ხო თუ არ გაქვთ ინფორმაცია, მით უმეტეს საინტერესო იქნება. და შევხედოთ, რას ფიქრობს თქვენთან ურთიერთობასთან მიმართებაში, აქვს თუ არა სინანული, ხო? თქვათ, თუნდაც რაღაცა მომენტში. კარგით, მოკლედ, ნახოთ, დავიწყოთ. ვინ მოვიდა ჩვენთან სასაუბროთ პირველ რიგში? ვინ არის ის ადამიანი? ადამიანი, რომელიც ესე ვიტყოდი, რომ სუქაოსში არის. ადამიანი, რომელსაც შეიძლება საქმე საერთოდ არ ქონდეს, მაგრამ მაინც საქმიანი დილას გადიოდეს, რომ აი რაღაცა საქმეს აკეთებს, ხო? შესაძლებელია სულაც არ ქონდეს საქმე, მაგრამ აი მაინც უნდა გავიდეს, იმიტომ რომ რაღაცა ესე არის მოწყობილი, ხო? ადამიანი, რომელიც შეიძლება ითქვას ვიღაცისთვის შეიძლება სოციალური ქსელებით გაცნობილი ადამიანიც იყოს, რაღაც ესეთი ინფორმაციაც მოდის ყოველ შემთხვევაში. ეს ადამიანი რაღაც ესეთი ძალიან რო უყვართ, მაგალითად ეს ურთიერთობა ვირტუალური კომუნიკაციით, ხო, რაღაც ესეთი ადამიანი მოვიდა. ვინ არის ეს ადამიანი? ხო, შეიძლება ითქვას, ამ ადამიანს აქვს სტაბილური ურთიერთობაც, როგორც ჩანს, სტაბილური მდგომარეობაც. ესე იგი, ესე ვთქვათ, ადამიანი, რომელსაც აქვს რაღაცა ზურგს უკან სტაბილურობა და შესაბამისად ეს ადამიანი უბრალოდ რაღაცა ურთიერთობაში შემოიფარგლება ესე ვიტყოდი კომუნიკაციით, სატელეფონო, სოციალური ქსელების მეშვეობით, ხო, რაღაცა ესეთი ადამიანი მოვიდა. დღესდღეობით ყოველ შემთხვევაში მის ენერგიებში არის ეს რაღაცა ურთიერთობები, არის რაღაცა სტაბილურობები, ხო, ანუ სტაბილურობა და რაღაცა ესეთი როგორც ჩანს სამკუთხედი სიტუაციის მდგომარეობა შესაძლებელია. რაც შეეხება მის ცხოვრებაში რა ხდება, საკმაოდ დიდი ტრანსფორმაცია აქვს დაწყებული ამ ადამიანს. ესე რა ვთქვით და დავიწყოთ იქედან, რომ ადამიანი სხვადასხვა ძალიან ისეთი სინანულის განცდებშიც არის. ყველა იმ შანსს, რომელიც მის ცხოვრებაში ჩდება, თითქოს ადამიანი უარს ამბობს, ხო? და ცდილობს, რომ რაღაცა თავისთვის მოახერხოს და გადაფასებები გააკეთოს თავისი ცხოვრების. საკმაოდ ისეთი მძიმე
ემოციური ფონი აქვს, ესე შეიძლება ვთქვათ. შესაძლებელია ამ ადამიანს ვინმე დანაკარგიც ქონდეს, ანუ ნახეთ ვინმე ისეთი ადამიანი და კარგა კიდევაც უახლოეს პერიოდში ესეც შესაძლებელია, ანუ ეხა მაინდა-მაინც ოჯახის წევრებზე არ ვილაპარაკოთ, ხა ვიღაცა ისეთი ადამიანი, რომელიც მისთვის ნახეთ კარგ რჩევას აძლევს და შეიძლება ითქვას, რომ რაღაცა გვერდში ედგა ხო ეხმარებოდა. ყოველ შემთხვევაში ეს ადამიანი ეხა ამ ეტაპზე რა ხდება მის ცხოვრებაში? მის ცხოვრებაში არის რაღაც დანაკარგების მდგომარეობა. ნუ შესაძლებელი ხა სულაც მოდით ადამიანებზე ავთქვათ და ადამიანების დანაკარგზე აქ იყოს ის მომენტი, როდესაც ადამიანმა თქვა დაკარგა სამსახური, დაკარგა სამუშაო, ხო? და ნუ შესაბამისად, ნუ რა თქმა უნდა, ძალიან ისეთი განცდები აქვს, ხო? შეიძლება სხვა სამსახურიც გამოჩნდა, მაგრამ რაღაცნაირად ვერ ხვდება რომ ეს შანსი გამოიყენოს. ან უბრალოდ არ უნდა რომ გამოიყენოს, იმიტომ რომ ჯერ რაღაც ეს ემოციურ განცდებშია, ხო? რა ხდება მის ცხოვრებაში? იცით რა არის ეს ადამიანი ესე ვიტყვი რომ არ ვიცი, ძალიან უცნაური ადამიანი ჩანს, როგორც ხვდები, ანუ მის ცხოვრებაში შეიძლება ძალიან ბევრი გაუთვალისწინებელი სიტუაციები ხდებოდეს, ძალიან ბევრი გაურკვეველ მდგომარეობაში იყოს, მაგრამ ნახეთ, აი რო იტყვიან ზურგზე არ ეცემაო, ხო? ანუ სუთათებით რო ხდება კატა, აი ზუსტად ეს მომენტი აქვს, ხო? აი რაღაცნაირად არ აღიარებს, არ აჩვენებს ამ ყველაფერს, აი პირიქით ცდილობს რომ აჩვენოს, რომ აი მას ყველაფერი შეუულია, მას ყველაფერი გამოუვა, ხო? აი არ ვიცი რატომღაც თითქოს შეკვრის მოდის, აი არ ვიცი ეს ადამიანი რაცა ესეთი შეიძლება თავზე მეკრება ყველაფერი, მაგრამ არავის არ ვაჩვენებ ამას. მე მაინც ძლიერი ვარ, მე მაინც კარგი ვარ, მე მაინც წარმატებული ვარ, მე ყველაფერი კარგად მაქვს, ვინც გინდათ, რაც გინდათ, ის იფიქრეთ, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი იდეალურად ხდება. აი რაღაცა ესეთი მომენტი აქვს ამ ადამიანს, როდესაც ადამიანი არ აჩვენებს არავის რაღაც თავის მდგომარეობას. თუმცა მე ვიტყოდი, რომ ამ ადამიანს ახლა ნახეთ, თუ აქ სამკუთხედის მდგომარეობის სიტუაცია არის, აქ შესაძლებელია რაღაცა პირად ურთიერთობასთან მიმართებაშიც ქონდეს გადასაწყვეტი მდგომარეობა. ნუ ახლა ამ ეტაპზე ცოტა კარმულ სიტუაციებსაც გადის, შეიძლება ძალიან ბევრი შეცდომიდან გამომდინარე ადამიანს მოუწია რაღაცა ცვლილებები. ნუ ყოველ შემთხვევაში მე ესეთი მდგომარეობა უფრო მომდის, რომ ადამიანს აქვს დანაკარგი, რომელმაც რომელიც ცვლის მის ცხოვრებას. თუმცა აი ამ ცხოვრების შეცვლილ მდგომარეობას ნამდვილად არავის არ აჩვენებს, ხო? პირიქით ცდილობს რომ ყველანაირად დაანახოს, რომ ყველაფერი კარგად არის, ყველაფერი სტაბილურად არის, რომ მის ზურგს უკან იდეალურად არის, თავის სივრცეში იკეტება, ესე რომ ვთქვათ, ეს ადამიანი დღესდღეობით და მაქსიმალურად ცდილობს, რომ აი არ ვიცი, მაქსიმალურად ცდილობს, რომ არავის არ მისცეს იმის საშუალება, რომ მისი ტკივილები დაინახოს. თუმცა ადამიანი ნამდვილად ცდილობს, რომ ცვლილებები მოახდინოს თავის ცხოვრებაში, ხო? უკან მოიტოვოს ყველა ის რაღაცა თავისი, აი ნახეთ, ეს პრობლემები, რომელიც დღეს მის ცხოვრებაში არის, თქვა დანაკარგები, შესაძლებელია მატერიალური კუთხითაც, შესაძლოა პირადი კუთხითაც ურთიერთობა, თქვა შეიძლება ოჯახის მდგომარეობაში რაღაცა განხეთქილება არის, ქონებრივი დავა არის, შეიძლება ადამიანის დაკარგვა ფიზიკურად, შესაძლებელია ხო აი ადამიანი ყველანაირად ცოტა ისეთ გაურკვეველ სიტუაციაში არის, მაგრამ არ აჩვენებს ყველაფერს, თუმცა ნახეთ, ძალიან მებრძოლი ადამიანი ჩანს, როგორც ვთქვათ, ნახეთ, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც არის რაღაცა ისეთ ცოტა ტრანსფორმაციულ მდგომარეობაში, სულ ესე ვფიქრობ, მე ყოველ შემთხვევაში ესე ვგრძნობ, რომ როდესაც ტრანსფორმაცია დგება ადამიანის ცხოვრებაში, ეს მისი სურვილით არ ხდება.
ეს ხდება მაშინ, როდესაც რაღაც გარემოებები ემთხვევა ისეთ სიტუაციებს, რომ საბოლოო ჯამში იძულებულს ხდიან ადამიანს, რომ რაღაცა ცვლილებები გააკეთოს, ხო? ცვლილებების მდგომარეობაში შესაძლებელია აქ ადამიანი უბრალოდ რაღაცა გეგმავს იმას, რომ ქვეყნიდან წავიდეს, ქალაქიდან წავიდეს. ყოველ შემთხვევაში, თუ არც ერთის დაგეგმოს არაფერს, ყოველ შემთხვევაში ეს ადამიანი გეგმავს, რომ იმ სიტუაციებიდან, რომელშიც თქვათ ახლა დღეს იმყოფება, მოახერხოს და გამოვიდეს ხო ამ სიტუაციიდან და ცდილობს რომ იმოქმედოს, მაგრამ ერთის მხრივ ახლა კვერთხების ტუზი კი არის მოქმედება, კი არის რაღაცა ცვლილებების მდგომარეობა, მაგრამ ამ არკანზე ძალიან ისეთ საინტერესოდ არის კვერთხების ტუზი წარმოდგენილი, აქ არის ხელზე დახვეული გველი. და აი ცით როგორი შეგრძნება, მაგრამ ადამიანს მიუხედავად იმისა, რომ აქვს რაღაცა ცვლილებების სურვილი და იმის სურვილი, რომ რაღაც შეცვალოს მის ცხოვრებაში და დღევანდელი ცხოვრება, რომელიც არის ცოტა ისეთი გაურკვევლობებით ახსავსე, მას უშლიან ხელს იმაში, რომ ადამიანმა გააკეთოს ნაბიჯი, ხო? მის გარშემო არის ისეთი მდგომარეობა, რომელიც არ აძლევს საშუალებას, რომ ამ სიტუაციიდან რაღაცნაირად თავი დაიხსნას, ხო? რა ხდება კიდე მის ცხოვრებაში, წარსულზე ძალიან ბევრს ვფიქრობ, შეიძლება ითქვას. მე ვერ ვიტყვი, რომ მასზე არ ზრუნავს ვიღაცა, მასზე არც ფიქრობს ვიღაცა, არ ეხმარებიან ამ ყველაფერში, მაგრამ ნახეთ, ეს დახმარება არ არის მარტო ის რაღაც, კი, გამოგიწოდე ხელი, კი, დაგეხმარე, მაგრამ ადამიანი თითქოს აი ამ დახმარებას უფრო როდის როგორ მდგომარეობაში გრძნობს ის, რომ ეს ყველაფერი მის ცხოვრებაში წარსულში იყო და არა ეხლა. თითქოს ეხლა ყველაფერი თავიდანვე დაიწყოს. ნახეთ, მზად არის იმ მდგომარეობაში კი, რომ ურთიერთობა იქნება, ცხოვრების მდგომარეობა იქნება. აი, არც კი შეხედოს, ოღონდაც გამოვიდეს ამ სიტუაციიდან. მზად არის, რომ თუნდაც ხრამში გადაიჩეხოს, ოღონდ ნახეთ, ცვლილება გააკეთოს დღევანდელი მდგომარეობის. ანუ ეს არის ის მომენტი, როდესაც იმდენად მძიმე მდგომარეობაში ვართ, ამაზე მძიმე რა შეიძლება მოხდეს და მოდი, სადაც არ უნდა გადავარდე, ხო, რაღაცა ეს მომენტიც აქვს ამ ადამიანს. კიდე რა ხდება მის ცხოვრებაში? აი, ერთ ადგილზე გაყინული სიტუაცია, ერთ ადგილზე დამჯდარი და გაქვავებული მდგომარეობა, როდესაც ადამიანი უბრალოდ აი რაღაც შეიძლება ითქვას, რომ იცავს, რას იცავს, იცით? აი იცავს არაფერს. აი, ნახეთ, ხო არის, როდესაც ვიცავ მატერიალურ მდგომარეობას, ურთიერთობას, როდესაც ვიცავ რაღაცა ჩემს წინსვლას, ანუ კარიერას, არა, ადამიანი იცავს იმას, რაც აღარ აქვს. შეიძლება ითქვას, რომ ეს ადამიანი იცავს იმ წარსულის მდგომარეობას, ანუ იმ მოგონებების მდგომარეობას და იმ მოგონებების ხარჯზე უნდა რომ განახლება გააკეთოს ყველაფრის, ხო? ანუ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენთან მოსვლასთან მიმართებაში. არა, ეს უბრალოდ აი იმედის მომცემი, ნახეთ, როგორი მომენტია, როდესაც თქვენ ადამიანს არ წმუნდით იმაში, რომ ის ძლიერი იყო, ის ცდილობს ახლა რომ ის გაიხსენოს, რომ ის ძლიერი იყო და შესაბამისად აქედან გამომდინარე ეს ადამიანი აი ამ ნაბიჯს აკეთებს, ხო, რომ აი გავაკეთებ ამ ნაბიჯს, იმიტომ რომ მე ხო მეუბნებოდნენ, რომ მე ძლიერი ვიყავი. რაღაცა აი ამ სიტუაციას საკმაოდ ემოციურ მდგომარეობაში არის. საკმაოდ სურს ამ ადამიანს რაღაცა ურთიერთობების, სურს ამ ადამიანს რაღაცა ემოციების აღება. და დღესდღეობით როგორ არის ის და თუნდაც აი ზუსტად ის მომენტი არის, ადამიანი რაღაცნაირად იცავს იმ ემოციებს, რომელიც წარსულიდან მოყვება. ნახეთ, დღეს მის ცხოვრებაში იმ ტრანსფორმაციების ხარჯზე, იმ სიტუაციური მდგომარეობის ხარჯზე, საიდანაც უნდა ამ ადამიანს გამოვიდეს და ცდილობს გააკეთოს ისეთი ნაბიჯები, რომ გამოიყვანოს თავი და არ აძლევს საშუალებას, მაგრამ
აი ეს მოქმედების სურვილი და ეს მდგომარეობა, რომ რაღაცა გააკეთოს და შეცვალოს და დაიცვას თავისი შინაგანი რაღაც მომენტები, ხო? აი წარსულის ხარჯზე აკეთებს, იმ წარსული მდგომარეობის ხარჯზე, რომელიც აძლევს ამ ადამიანს იმ ბრძოლის უნარიანობას და იმ ემოციას, რომ თუნდაც ნოლიდან, თუნდაც ავიც ხრამში გადავარდნით, გამოვიდეს ამ სიტუაციიდან. ნუ რაღაცა ძალიან ხო გქონდათ აქ ადამიანს საკმაოდ ცეთი დაზნაკარგი აქვს, როგორც ჩანს, და აქ სამყაროს არკანი. ნახეთ, კი, აი ეს ადამიანი აქვს, რომ ნახეთ რა ხდება მის ცხოვრებაში. მე თავიდან ვახსენე კიდევ, შესაძლებელია ამ ადამიანს რაღაც კარმული სიტუაციების გავლის მდგომარეობაც ქონდეს, როდესაც ადამიანს გადაფასებას აკეთებინებს სამყარო თავად. ხვდებით, აი ნახეთ, გადაფასებას აკეთებინებს სამყარო თავად, ნიშნავს იმას, რომ თუ ჩვენ ვერ ხვდებით, სად ვუშვებთ შეცდომას, არ ვაანალიზებთ ამ ყველაფერს, არ ვცვლით სტრუქტურას, ხო, ჩვენი ცხოვრების, არ ვცვლით რაღაცა მიზნებს, გეგმებს, თქვათ, სტრატეგიას, რომელიცაც ვცხოვრობთ, ხო? ან უბრალოდ შესაძლებელია სამყარომ დაგვანახოს ჩვენი რაღაცა ნაკლი და ჩვენ არ მივაქციოთ ამ ნაკლს ყურადღება, რომ არა და გვეუბნება სამყარო, რომ ეს შესაძლებელია იმისთვის კი არა, რომ სამყაროს ესე უნდა რომ შეცვალო. არა, უბრალოდ ეს იმისთვის არის საჭირო, რომ შენი სულიერი მდგომარეობა შეიცვალოს და სწორი მიმართულებით წახვიდეთ. და აქ ადამიანის, ესე ვთქვათ, რაღაცა ციკლური პერიოდი აქვს, როდესაც ბევრ ნიუანსებში მიუხედავად იმისა, რომ არ ამჟღავნებს ამას და ძალიან მყარად და ძალიან ისე სტაბილურად ცდილობს, რომ ყველგან და ყველასთან იყოს ყველაფერი რიგზე, შინაგანი ქვეცნობიერის დონეზე მასში ძალიან ბევრი ემოციური და არა მარტო ემოციური ქაოსი მიმდინარეობს. ავიცი. კარგით. ნახოთ, აბა მოდით ესე ვკითხოთ. მოდით, რამ გამოიწვია მისი ესეთი ტრანსფორმაცია ვიკითხოთ, იმიტომ რომ ადამიანი აშკარად რაღაცა ესეთ სიტუაციაშია. მოდით ნახოთ, აბა რამ გამოიწვია მისი ესეთი ტრანსფორმაცია. რამ გამოიწვია მისი ესეთი მდგომარეობა და ვიტყვი, რომ ადამიანს თუ ქონდა იმის მოლოდინი, რომ ყველაფერი კარგად ალაგდებოდა, იმის მოლოდინი, რომ ის რაც დათესა აბსოლუტურად სხვანაირად დაუბრუნდებოდა, ხო, იმის მოლოდინი ქონდა ადამიანს, რომ ის თამაშის ორმაგი თამაში შეიძლება ითქვას, ხო, რაღაცა ყოველ შემთხვევაში ორმაგი თამაში, მოდით ესე ვთქვათ, რომ სულ არ ყოლოდა ოჯახი და რაღაცა სამკუთხედზე არ ვილაპარაკოთ, ხო, ადამიანმა შეიძლება ითამაშა გრძნობებით, შეიძლება ითამაშა რაღაცა ემოციებით, ხო, რაღაცა დაპირება მოგცათ და ამ დაპირებას ეს დაპირება არ შეასრულა, ხო, უბრალოდ თქვათ შეიძლება თქვენი ფინანსური რესურსით ითამაშა. ასე რომ ადამიანს, რომელიც რა მოლოდინიც ჰქონდა, რომ წასვლის შემდეგ მის ცხოვრებაში სხვანაირად დატრიალდებოდა ყველაფერი და ის მოლოდი, ანუ ის რაც ჩადო, ის კი არ დაუბრუნდებოდა, არამედ ცოტა უფრო გალამაზებული, შელამაზებული და კარგად არ გამოვიდა, ხვდებით? ანუ რატო გადის ტრანსფორმაციის? იმიტომ რომ ძალიან ბევრი ნიუანსი არის მის ცხოვრებაში, როდესაც ადამიანს შეიძლება ესე ვთქვათ, რომ ამ ადამიანს რაღაცა მავნე-ჩვევების მდგომარეობაც ქონდა და აი ამ მავნე-ჩვევებთან მიმართებაშიც გაუჩნდა რაღაცა ესეთი სიტუაცია, ხო? რატო გადის? ყველაზე მეტად როგორც ჩანს, გადის ტრანსფორმაციას მატერიალური კუთხით. შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი, აი თუ კიდევ ერთხელ განვიხილოთ, თქვენთან მიმართებაში თუ ადამიანმა
ძალიან ცუდად ითამაშა თქვენი მატერიალური მდგომარეობით განსაკუთრებით, ხო? იცით რა არის, ნახეთ, მატერიალური მდგომარეობის სიტუაციით, ახლა მაინდა-მაინც მოდით ვიტყვით, რომ თქვენ ადექით და არის რაღაცა ფინანსური რესურსი მიეცით, არა. აი თუნდაც უბრალოდ ნახეთ, ყველა ადამიანი ინდივიდია, თუმცა ძალიან ხშირად არის ხოლმე შემთხვევა, როდესაც ადამიანის სულიერი მდგომარეობა, პარტნერული ურთიერთობა მის მატერიალურ მდგომარეობაზე ძალიან ისე მოქმედებს, ხვდებით? ანუ თუ ადამიანი არის მძიმე ენერგეტიკაში, როდესაც პირადი ურთიერთობა არ ულაგდება, ძალიან ხშირია ხოლმე, როდესაც მატერიალურშიც ვეღარ უმართლებს, იმიტომ რომ ვეღარ კონცენტრირდება იმ საქმეზე, იმ სამუშაოზე, ხო? რაღაც ემოციურად ცუდად არის, სულიერ ცუდად არის, დეპრესია აქვს და ვეღარ ახერხებს და ამიტომ თითქოს აი ეს მომენტიც არის და ამ ადამიანმა თუ პირდაპირ თუ ირიბად თუ ისარგებლა ამ ყველაფრით, ამ ადამიანს ზუსტად აი მანდ ყველაზე მეტად დაარტყა აი ამ სიტუაციამ, ხო? მას აქვს, მოდით ესე ვიტყვი, რომ მას აქვს ძალიან ასეთი რატო აქვს ესეთი ტრანსფორმაცია, არ ვიცი, შესაძლებელია ესეთი მომენტიც საჩხედავ შიშების მდგომარეობა და მეორეს მხრივ მის ჯანმრთელობასთან მიმართებაში, რატომ მომდის ეს ინფორმაცია, ხა ვერ ვიტყვი, მაგრამ ასე მგონია, რომ ადამიანის სულიერი ჯანმრთელობის პრობლემა დადგა. შეიძლება ითქვას, რომ ხო, აი ჯანმრთელობის პრობლემა არის ძალიან დიდი. ეს არის რაღაც მომენტში, ხო, სულიერი მდგომარეობა, როდესაც ადამიანს აღარაფერი აღარ უნდა, ყველაფრის დასრულება უნდა, ყველაფრის რაღაცა დამთავრება უნდა. ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც არის აქ ლაპარაკი, შეიძლება ითქვას და ადამიანის არა მარტო აი რატო ხდება ტრანსფორმაცია, ხელოვნებით ამ ადამიანის ცხოვრებაში საკმაოდ ბევრი და დიდი ცვლილებები მოხდა. გაანალიზების მხრივაც, ჯანმრთელობის მხრივაც შესაძლებელია რა მომენტი იყოს კიდე იცით, რომ აი არ ვიცი რატომ მოდის ეს ინფორმაცია, მაგრამ ადამიანს ძალიან უყვარდეს სმა. აი არ ვიცი რატომ მოდის და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც შესაძლებელია გაუარეს და აქედან გამომდინარეც იყოს ის მომენტი, რომ ტრანსფორმაცია კონდეს. თუმცა მე მაინც აი არ ვიცი რატომღაც ესე ძალიან ისე მომდის ეს ინფორმაცია და შეიძლება ყველასთვის არ იყოს და რაღაცა ძალიან ერთისთვის ან ორისთვის იყოს, ხო, ეს მდგომარეობა, მაგრამ არ ვიცი ვინ დაკარგა ესეთი ადამიანი ამ ადამიანმა, მაგრამ რატომღაც ეს ინფორმაციაც მოდის, რომ ამ ადამიანმა დაკარგა მისთვის უმნიშვნელოვანესი ადამიანი და ეხლა არის ძალიან ისეთ სულიერ მძიმე სულიერ მდგომარეობაში, როდესაც ადამიანს თუნდაც სასმელისკენ გაუწია გულმა. კარგით, მოდით ნახოთ, აბა რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენთან მიმართებაში, რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენთან მიმართებაში. გაურკვევლობაში არის, თითქოს არ იცის რა უნდა, მაგრამ ნახეთ, ერთადერთი რაცაც შეიძლება ეს ადამიანი ფიქრობდეს თქვენთან მიმართებაში, მე არ ვიცი თქვენ ამ ადამიანს რა შანსები დააკარგინეთ, რა დააკარგვინეთ. შესაძლებელია ვიღაცა ოჯახსაც უყურებდეს, კი და ოჯახებული ადამიანის ენერგიებში ამოვიდა ურთიერთობაში. შესაძლოა ყოფილ მეუღლესაც უყურებდეს, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში რას ფიქრობ თქვენთან მიმართებაში, რომ ერთის მხრივ იმას, რომ თქვენ ძალიან კარგად მოახერხეთ მაინც დაბალანსება ყველაფრის და თქვენ ცხოვრებაში გაიხსნა შანსები, შესაძლებელია უკვე ოჯახით შექმნით, შესაძლებელია რაღაც მატერიალურად დადექით ძალიან მყარად, იმიტომ რომ ხა პენტაკლების ტუზი, პენტაკლების 10-იანი, მშვენიერი არკანებია, ხო? და ადამიანი ფიქრობს იმას, რომ თქვენ უკვე მიაღწიეთ თქვენ საწადელს ცხოვრებისეულად, თქვათ სიმშვიდეს, სიმყარეს, სტაბილურობას, ხო, როგორც სულიერს, ისე მატერიალურს, ხო? მეორეს მხრივ რას ფიქრობს ეს ადამიანი, კიდე ერთის მხრივ შეიძლება
შეიძლება ითქვას ისიც, რომ ამ ადამიანმა დაკარგა და წაერთვა ის ურთიერთობა, რომელიც თქვენთან ჰქონდა, ხო? რატომღაც ეს მომენტიც აქვს ამ ადამიანს, რომ ვერ მოახერხა დაბალანსება და ვერ გამოიყენა ის შანსი, რომელიც თქვენი სახით ჰქონდა. თუ ეს ოჯახური მდგომარეობა იყო, ვერ შეინარჩუნა ოჯახი, თუ უნდა შეგექმნათ, ვერ გადაწყვიტა და ვერ შექმნა ოჯახი, ადამიანი მოიქცა არასწორად, გაიპარა ურთიერთობიდან და შესაბამისად, ანუ შეიძლება ითქვას რაღაცა სინანულის მომენტიც არის. ნანობს იმას, რომ კონკრეტულად თუ ნანობს იმას, რომ თქვენთან ესე გაიპარა ურთიერთობიდან ბატონას ბორბალი, კი, მეგობრებო, ნანობს, იმიტომ რომ აქეთ დასტის ფონი არის გრევის არკანი და ნახეთ, ნანობს, იმიტომ რომ მის ცხოვრებაში არც თუ ისე კარგად განვითარდა მოვლენები, არც თუ ისე კარგად დაალაგდა ყველაფერი და მას მოუწია ძალიან ბევრი რაღაცის დათმობა, მას მოუწია ძალიან ბევრი რაღაცის შეცვლა, შეიძლება ითქვას. ესე გეტყოდით, რომ კი, ეს ადამიანი ნანობს იმას, რომ დაკარგას, ნანობს იმას, რომ არ გაუფრთხილდა ურთიერთობას და თვითონ და ანუ ნახეთ, თვითონ დაასრულება თქვენ წახვიდით ურთიერთობიდან, მაგრამ ნახეთ, შექმნა პირობა იმისი, რომ წასულიყავით, ხო? ეხლა როცა სიმშვიდე მაქვს ურთიერთობაში, არანაირად არ ვფიქრობ, სადმე წავიდე. და თუ თქვენ წახვედით, თუ ის წავიდა, არ აქვს მნიშვნელობა. ანუ ის იყო მიზეზი ამ ურთიერთობის დასრულების, ხო? ამ ურთიერთობაში მან იმოქმედა ისე, რომ ურთიერთობა სამწუხაროდ დასრულებულიყო, ხო? რაღაცა ეს მომენტი არის აქ. კარგით, ახან ესე უნდოდა. მოდით ეცით რა ვიკითხოთ. ნაბიჯის სურვილი თუ აქვს თქვენს მიმართ, ნაბიჯის სურვილი. თქვენ უკვე იმდენად მიზანმიმართული ხართ, პრინციპული ხართ და თქვენი ცხოვრების პატრონი ხართ, შეიძლება ითქვას, რომ ამ ადამიანისთვის ესე ცოტა რთული იქნება ნაბიჯის, თუმცა თუ მოახერხდებოდა და რაღაცა ის ბლოკები მოიხსნებოდა, რომელიც თქვენ შორის არის შესაძლებელი ამ ადამიანს ჰქონდეს იმის სურვილი, რომ რაღაც ერთხელ მაინც კიდევ შეგხვედროდათ, ერთხელ მაინც კიდევ დაგლაპარაკებოდათ და რაღაცა თქვენთან ერთად გაეტარებინა რაღაცა დრო, ხო, ყოველ შემთხვევაში, თუნდაც რაღაცა ერთი დღე, თუმცა ამ ყველაფრის თქმა და აღიარება ნამდვილად ეშინია და არ გამოუვა, ესე რომ ვთქვათ. ასე რომ ფიქრობ კი არა და ამ ადამიანისთვის რთული მდგომარეობა. შეიძლება ითქვას, რომ როდესაც თქვენზე ფიქრობს ადამიანის უღარის გაურკვევლობაში, რაღაც მომენტში შეიძლება ითქვას, რომ აი, იცით როგორი მომენტი არის, ადამიანი როდესაც თვითონაც ვერ იგებს რა მოხდა. აი, ხო, მიიყვანა ურთიერთობა იქამდე, რომ საბოლოოდ დასრულებულიყო, მაგრამ როგორც კი იწყებს თქვენზე ფიქრს და როგორც კი უჩნდება სურვილი იმის, რომ ერთხელ მაინც გნახოთ, მეორე მომენტში აქვს ძალიან დიდი შიში და ვერ იგებს რატო გააკეთა. თუ ისევ ნახვა უნდა, რატო მოიქცა, ხო? რატო არ ეცადა, რომ ურთიერთობა ცოტა რაღაცა თავიდან დაეწყო ურთიერთობას, რაღაცა განვითარებას სწავლა, ხო? ამ ურთიერთობის რაღაცა მდგომარეობა. ვერ ვიტყვი, რომ ამ ადამიანს დღესაც არ ახსოვხართ, დღესაც ახსოვხართ და დიდი სიამოვნებით იქნებოდა ის მომენტი, როდესაც უბრალოდ იმუშავებდა ურთიერთობაზე. უბრალოდ ეცდებოდა რაღაცა ცვლილება გაეკეთებინა, რაღაცა ცვლილება მოეტანა, იმიტომ რომ თქვენ მისთვის ძალიან ნაყოფიერი ადამიანი იყავით მის ცხოვრებაში. ნახეთ, ნაყოფიერი ადამიანი იმ ხრივ, რომ თქვენ შეგეძლოთ ამ ადამიანისთვის შეგექმნათ სულიერი ემოციური სტაბილურობა, ბედნიერება, მატერიალური კეთილდღეობა, ყოლოდაც საერთო შვილი,
ხო რაღაცა თქვენი ესე ვთქვათ ბარაქიანი რჩევებით ამ ადამიანისთვის ძალიან დიდი რესურსი დაგენახებინათ, ხო? ნუ ესე ვიტყვი, რომ ამ ადამიანს როგორც ჩანს, მაინც აქვს თქვენს მიმართ რაღაცა ფიქრები, რაღაცა გრძნობები, რაღაცა ემოციები შემორჩენილი, მიუხედავად თავისი რთული ცხოვრებისა და შესაძლებელია ის რაღაცა თავისი რთული ცხოვრება ზუსტად კიდევ ერთხელ ანახებს იმ მდგომარეობას, რომ აი ის რაც მას შეეძლო თქვენგან მიეღო, ის რაც თქვენ შეგეძლოთ ამ ადამიანისთვის მოგეტანათ, უბრალოდ ეს ყველაფერი რაღაცა თავისი დაუფიქრებელი ქმედებით შეიძლება ყველაფერი მოსპო და გააცამდვერა, ხო? უკან შეიძლება რაღაცა პერიოდის მერე წასვლის მერე გქონდათ თქვენ მცდელობა, რომ აღედგინათ ურთიერთობა, ხო? და რაღაცა ის შანსიც ვერ გამოიყენა ადამიანმა. ნუ აი ესეთი სიტუაცია გამოვიდა. და მოდით ერთი არკანი ვკითხოთ, თქვენ რას გირჩევთ სამყარო? თქვენ რას გირჩევთ სამყარო? იცით რა არის, აინახეთ, კი, გასაგებია ხარ, ადამიანი უყურებს წარსულ ურთიერთობას, ესე იგი ბოლომდე არ ყავს რაღაც მომენტში, მაინც სულიერად გაშვებული მაინც, ხო? მაგრამ მოკიდეთ საკუთარ თავს ხელი, ესე რომ ვთქვათ, საკუთარ სულიერებას, ნუ იცით რა არის, თქვენ მიდიხართ წინ და უნდა გამოხვიდეთ იმ მდგომარეობიდან და როდესაც წარსულს კიდევთ ხელს, ხო, წარსული თითქოს გაბრკოლებთ, ნახეთ, თქვენ კი შეიძლება წინ იყურებით და გინდათ რომ რაღაცა კიდევ უფრო მეტად და მეტად წინ წახვიდეთ, მაგრამ როგორც კი წარსულზე იწყებთ ფიქრს, როგორც კი წარსულზე იწყებთ რაღაცა იმდენად გრთგუნავთ ეს ემოციები, რომ გირჩევდით, რომ თქვენი მიზნებისკენ, თქვენი მისწრაფებებისკენ, თქვენი ოცნებებისკენ წახვიდეთ და მიაღწიოთ მაქსიმუმს იმას, რასაც სამყარო გთავაზობთ, იმას, რასაც სამყარო გიმზადებთ, იმას, რასაც სამყარო გაძლევთ და თქვენი ემოციებით შეავსოთ თქვენი მატერიალური მდგომარეობაჩი, ანუ იზრუნოთ საკუთარ თავზე და იზრუნოთ საკუთარ მომავალზე, ხო? რომელიც ძალიან ლამაზი და მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს თქვენთვის. მნიშვნელოვნად შევსებული იყოს თქვენთვის. ასე რომ წინ მეგობრებო, თქვენი მიზნებისკენ, წარმატებისკენ, სიუხვისკენ, სტაბილურობისკენ და ბედნიერებისკენ. ნუ დაახევინებთ თავს უკან წარსულს, ნურც ერთი ნაბიჯით. დროებით.